დებით იმ ხარდასაჭერ სოლიდარობის აქციას, რომელიც ერთი მხრივ პროტესტის მონაწილეებს უცხადებს სოლიდარობას და გმობს რეჟიმის იმ სისასტიკეს, რომელსაც უკვე კვირეებია თვალს ადევნებს მართლაც მთელი მსოფლიო. მე ვიცი, რომ თქვენი ოჯახის წევრები არიან ასევე ირანში. მოდი ამით დავიწყოთ საუბარი. ვიცით, რომ არის კომუნიკაციასთან, ინტერნეტთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემები, ინფორმაციის გავრცელება, რომ თავი დავანებოთ გულისხმობ ახლობლებთან კომუნიკაციის კუთხითაც. რა შეგიძლიათ გითხრათ აი ამ მიმართულებით, რის თქმა შეგიძლიათ ჩვენი მაყურებლისთვის, არ ვიცი, როდის ეკონტაქტეთ ბოლოს თქვენი ოჯახის წევრებს, თავად თუ არის ადგილზე მყოფები, რას გეუბნებიან, თუ მოხერხდა ბუნებრივია რაიმე ტიპის კომუნიკაცია? კი ბატონო. დაახლოებით 5 დღეა რომ ინტერნეტი 5 ან 6 დღეა რომ გათიშულია ინტერნეტი, ვერც ვრეკავთ. და ძალიან ცუდია რა. ყველას ოჯახი ყავს ირანელებსა, ფერენელებსა და ორჯერ დავრეკე და ესე მითხრეს რომ 30 ქართველი ჩვენ ქალაქში, პატარა ქალაქია დაიღუპა. ირანელების ბევრი. ჩემ ქალაქში არის დაახლოებით 60,000 ადამიანი ცხოვრობს. და 250 ჩემ ქალაქში დაიღუპა. სამი ქალაქში კონკრეტულად ისფაჰანი, იაზდონშაჰრი, ხო. და ბევრია 250 ძალიან ბევრია პატარა ქალაქში რომ დაიღუპა. და ეს თხოვნა მაქვს რომ საელჩოში მოვიდნენ ირანელებმა, ყველა არ მოდის, ეშინიან. მოდით, ყველანი მოდით, ირანელებოთ მოდით და მინდა რომ თბილისელებს უთხრა რომ ირანის საელჩოსთან მოვიდნენ, ირანის ხალხის გვერდში იდგნენ. ცოდვა არის ხალხი, 12,000 ხუმრო კი არ არის. უნდა რომ ირანის ხალხის გვერდში დადგენ ყველანი. ესე რა, მაგითხრა მეტი არა. კი ბატონო ამირან, აი ეს მასალებიც, კადრებიც, რომელიც ვრცელდება, არ ვიცი, მართლაც ესეთი შემზარავი სანახავია, ხომ და დარწმუნებული ვარ, ადგილზე ალბათ კიდევ უფრო რთულია ვითარება. აი თქვენ თქვით, რომ სადღაც ალბათ 5-6 დღის წინ გქონდათ ბოლო კომუნიკაცია. აი რას გეუბნებიან თავად ახლობლები, ანუ აი მათ თვალწინ ხდება ხომ რეალურად ეს ყველაფერი, ისინი არიან ამ პროცესის მონაწილეები და თქვენ თქვით უშუალოდ, რომ 30-მდე ქართველი მარტო თქვენს ქალაქში დაიღუპა, ასევე ასობით ირანელი თქვენს ქალაქს გულისხმობ ამ შემთხვევაში, თორე ჯამში სხვათა ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა კონკრეტული რიცხვები ვრცელდება, რაც ძალიან 1000-ობით ადამიანზე არის, ხომ რეალურად საუბარი. აი რას გიყვებიან რეალურად, თუ შეგიძლიათ რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელსაც, ანუ აი დემონსტრაციების დროს ხდება, ხომ ეს მათზე უშუალოდ ფიზიკური ანგარიშება, ჩვენ ნახეთ არაერთი კადრი ქუჩებში როგორ დაასდევენ დემონსტრანტებს, ხო? კი. მე 5-6 დღე ხო გაითიშა ინტერნეტი, ვერ ვრეკავდით, მაგრამ ერთი ნათესავი არის საზღვარზე. იმას ვრეკავთ, ის მესამე ტელეფონით რეკავს ირანში. ეს ეგრე საუბრობთ. და ესე მითხრა, გუშის წინ მითხრა, რომ შუამავლით საუბრობთ, ხო? კი, ესეა. სხვა გზა არ არის, პირდაპირ მე ვერ რეკავ საქართველოსთან. და ესე გუშინ დავრეკე, გუშის წინას ვისაუბრეთ. და ესე ჩემ ნათესავს დავრეკე შეშინებული, რომ რამდენი დახოცესო, რამდენი დაიღუპაო. გუშის წინის ამბავი, დღესაც დამირეკეს და ზუსტად მითხრეს, რომ 250 ჩვენ ქალაქში მარტო. სხვა ქალაქები არ ვიციო, მაგრამ 250-30 ქართველი ყოფილა. ჩვენ ქალაქში დაიღუპა. ბევრი ახლობელი ყავთ თქვენ ირანში სხვადასხვა კი, მთელი ნათესავი კი. მათ შორის ძალიან ახლო ოჯახის წევრები. ბიძაშვილები და ძმა, ყველანი კი. ყველა იქ ყავთ, ხო? კი. და რას ამბობენ თავად მოვლენებს? თავად რამდენად ელოდნენ, რომ აი ესე გამწვავდებოდა ვითარება, იმიტომ რომ ეს ძალიან სპონტანურად დაწყებული დემონსტრაციებია, ხომ ეს არ არის რაღაც უწინასწარ ორგანიზებული, არ ყოფილა ეს ყველაფერი, ძალიან ესე სპონტანურად დაიწყო. ხო, ხალხი იცით ხალხს რა უნდა. ყველა ვიცი და კიდემ გამიუღებ რომ ხალხს უნდა თავისუფლება. უნდა რომ გათავისუფლდეს. არმის არ უნდა რომ აეთოლები იყვნენ. და ყველას უნდა თავინთი მეფე რომ დაბრუნდეს. გათავისუფლდეს ირანი და ესე იყოს რა, უნდათ რომ გათავისუფლდეს დიქტატორებმა უნდა ტრამპმა დაიჭიროს ესე. როგორც
მადერო დაიჭირეს. ტრამპს უნდა ის ხამენეი ათელები დაიჭიროს და всё მორჩება, გათავისუფლდება ირანი. ყველა ხალხს ესე უნდა, ყველას უნდა. შიში არა აქვთ ხო არაპირებენ არც რაღაც უკან დახევას ვის ანუ შიში არა? ადგილობრივებს გულისხმობ აი დემონსტრაციის მონაწილეებს აი ამ სისასტიკის მიუხედავად ხო? შიში კი იქნება, მაგრამ მაინც უნდა გამოხიდე. ეხლა მე აქას ირანელებს ვეუბნები რომ გამოდით, რატო გაშერებული ხარ? აქაც აქვთ ეს შიშის მომენტი მიუხედავად იმისა, რომ კი, ჩოლფერედელების ზოგის არ მოდის რა, რატო არ მოდიხარ ვეუბნები და იმიტომ რომ იქ ოჯახის წევრები ყავთ და ეშინა, მეც ამყავს ოჯახი, მეც ყავს ირანში ოჯახი და მეც უნდა მოვიდეთ, უნდა საელჩოსთან მივიდეთ და ანუ თავისუფლებისთვის უნდა ყველა საქმე გააკეთო, იმიტომ რომ 12000 ძალიან ბევრია. ეხლა ზოგი ამბობს რომ 12000 ძალიან ცოტა არის, 40-მდე იქნება. 40000 ეგრე იქნება. ხო, არ ვიცი, სულ 100 ადამიანი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, ხო, ბუნებრივია რაც უფრო მეტია რა. კი, ეხლა ფერედნელი იყოს თუ ირანელი რა მნიშვნელობა აქვს? ადამიანია, თავარია რომ რა ვიცი რა. კი ბატონო, აი ეს სიახლეები, რასაც თავად ირანის ლიდერები რაზეც საუბრობენ ერთგვარი პირობასავით, რომ აი სიკვდილით დასჯა არ იქნება და იქ საგარეო საქმეთა მინისტრმაც თქვა თუ არ ვცდები ირანის რომ არ იქნება ესეთი სასტიკი მეთოდები გამოყენებული დაკავებული დემონსტრანტების წინააღმდეგ, აი ამ ნაწილზე რა შეგიძლიათ რომ გითხრათ, რას ამბობენ თავად ადგილობრივებიც? კონდათ ხო მოლოდინი ალბათ რომ აი მართლა მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო აი ერფან სულტანის ფოტო მართლაც მთელმა მსოფლიომ ნახა და არ ვიცი ძალიან მძიმეა ეს ისტორია რომელიც ამ ახალგაზრდას თავს ხდება ხომ რომელიც როგორც ითქვა პირობასავით და როგორც ირანის სახელმწიფოს ამბობს აღარ აქვს მას მოკლედ სიკვდილის დასჯა მისჯილი ამ ნაწილთან დაკავშირებით რა სიტყვით? მე ძალიან მძიმეა სასაუბროთ, მეც რაღაც ისევ არ ვიცი როგორ დავსვა კითხვა, როდესაც ადამიანზე, სიცოცხლეზე საუბრობთ და არ ვიცი 21 საუკუნეში რომ ესეთ საკითხებზე გვიწევს საუბარი, კიდევ ცალკე სირთულეს წარმოადგენს. ხო, მარტო ერფან სულთანი კი არ არის. კი, გეთანხმებით. კი. უბრალოდ მარტო ერფან სულთანი კი არ არის. თეილი, აი 90 მილიონი თელი ირანი არის იმით უჭირავ და აწუხებს. ეხლა ტრამპმა რო უთხრა რომ თუ ჩამოხრჩოთ ცოცხალი აღარ იქნები თუ. იმიტომ გაჩერდეს. და ჩემი აზრით 2-3 დღე იქნება თავისუფალი ირანი. ყველა ირანელებმა უნდა რომ უხაროდეთ რომ ეს დღეები მოდის, კაი დღეები. იქნება ეს დღეები. ზეგ ესე იქნება რომ გათავისუფლდება ირანი. აი თველები აღარ იქნებიან. კი ბატონო. და ბოლოს მაქვს სულ რაღაც 1 წუთი და არ ვიცი მოგცემთ დროს და თქვენ თქვით რომ მინდა მიმართო ქართველებსაც, თბილისელებსაც, აი ისარგებლეთ ამ დროით, არ ვიცი, რას ეტყოდით საზოგადოებას ხარდაჭერის კუთხით, რომელიც თქვენ გჭირდებათ ესეთ კრიტიკულ მნიშვნელოვან დროს. არც მარტო ესე მინდა ვთქვა რომ ირანის ხალხის გვერდში დადექით, თბილისელებოთ მოდით. ირანის საელჩოსთან მოდით, ირანის ხალხის გვერდში იდექით. გუშინას ვიყავით დაახლოებით 400 ადამიანი მოსული, 40% იყვნენ ქართველები. მადლობელი ვარ და ამაღამ მინდა რომ მეც მივდივარ და ქენც მოდით. ირანელები მოდით, ყველანი მოდით. ნუ გაჩერებულ ხარ და მოდით. ქართველებო თქვენც მოდით. ხალხი ცოდვა არის, უნდა რომ დიქტატორმა წავიდეს. უნდა რომ ციხეში იყოს. მოდით. მარტო ეს. კი ბატონო, მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და იყავით ჩვენი სტუდიის სტუმარი. მადლობა ჩვენს სტუმარს. ჩვენ ახლა გვაქვს ეთერში მცირე სარეკლამო პაუზის დრო.